მოგესალმებით. მე ვარ გია იმნაიშვილი. ამ ორგანიზაციაში ვმუშაობ 1997 წლიდან. არ მგონია ამ ოთახში იყოს ვინმე, ვინც ამ ორგანიზაციაში 37 წელი პირნათლად ემსახურებოდეს. გამარჯობათ, მე ვარ ნათია სამთარაძე, შესყიდვის სამსახურის უფროსი ტელევიზიაში. მუშაობ 30 წელია ტელევიზიაში და მართავ შესყიდვებს და მაქვს პრეტენზია, რომ მართავ საკმაოდ კარგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მე 30 წელი შესყიდვის სამსახურის უფროსი არ ვიქნებოდი. 37 წლის მანძილზე არ მიმიღია არც ერთი საყვედური. პირიქით ხშირად მიმიღია სიტყვიერი მადლობა უმოკლეს ვადებში შესრულებული სამუშაოსთვის. მე 30 წლის განმავლობაში პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, კონტროლის პალატა, აუდიტი ყველა მომწმებდა და მე მის ღირსებას მომქონდა აქამდე და მოვიტანე აქამდე. ჩემთვის რეპუტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და არ მეგულება ხა ტელევიზიაში ადამიანი, ვინც არ მიცნობს და ვინც პატივს არ მცემს. ნებისმიერი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო გენერალური დირექტორი. ნებისმიერ დროს, ყოველთვის. ის რაც არ მომხდარა 37 წლის მანძილზე, მოხდა ამ ბოლო თვეებში. მას შემდეგ, რაც მე მოვაწერე ხელი განცხადებას, რომელშიც თანამშრომლების ნაწილმა გულისტკივილი გამოვხატეთ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების. სამუშაო თქვენ რო გითხართ. ეხლა ვიტყვი ყველაფერს. ვაცხადებ საჯარო და ბორდის წინაშე ვაფიქსირებ, რომ ხელმოწერის შემდეგ დაიწყო ჩემი დევნა და დისკრიმინაცია. ეს გამოიხატება ჩემს მიმართ შეურაცხყოფელ მოპყრობაში. მას შეეძლო ჩემთან შემოსვლა, დღეში 100 ჯერ ისე და ჩემოდიოდა ხოლმე. მას შეეძლო ნებისმიერ დროს, თქვენც კი იცით, რომ ჩემი კარები მართლა ღია. აი, გაღებულია და ვინც გამოდის, ყველა შემოდის. თუ რამე პრეტენზია ჰქონდა, შეეძლო შემოსულიყო და ჩემთვის რამე ეთქვა. მე ვმუშაობ შესყიდვების სამსახურში მომაგრაგებლის პოზიციაზე. მომარაგების ჯგუფში ვართ მხოლოდ 2 ადამიანი. ხელმოწერის შემდეგ მე აღარ მეძლევა დავალება. მეორე თანამშრომელი, რომელმაც ხელი არ მოაწერა, მუშაობს ჩვეულ სამუშაო რეჟიმში. ხელის მოწერა ყველას არჩევანია, მაგრამ ამის გამო საზოგადოებრივ მაუწყებელზე დევნა და დისკრიმინაციული დამოკიდებულება დაუშვებელია. როდესაც ვცადე ჩემ უშუალო ხელმძღვანელთან, ნათია ზამთარაძესთან შექმნილი ვითარების გარკვევა, მან მითხრა, რომ ჩემთან საუბარს არ აპირებს. მე წერილობით მივმართე ნათია ზამთარაძეს და ვთხოვე აეხსნა სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების შემდეგ რატომ ჩამომაშორეს საქმეს. 22 იანვარს გაგზავნილ იმეილზე პასუხი არ მიმიღია. მე ყოველს ვერ ვიტყვი, რომ მან მომწერა მესიჯი, ის მომწერა და მითხრა, რომ ახსნა განმარტება მოითხოვა ჩემგან, რომ მე მას სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლი. მე მას წერილი არ მივწერე იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ვიცნობ, ვინც არის, რაც არის და ვიცი, რომ იჩივლებს სასამართლოში და არ მიდეხა ზედმეტად რაღაცა ჩემს ემოციურ ფონზე, რაღაცა ისეთი მივწერო, რომელსაც ჩემს საწინააღმდეგოდ მე გამოიყენებს, იმიტომ რომ ვიცი. ეს ზუსტად ვიცი. სიტუაციის გასარკვევად 30 იანვარს წერილობით მივმართე დირექტორის მოადგილეს ნოდარ ჭიჭინაძეს. არც ამ წერილზე მიმიღია პასუხი ამ წუთამდე. გია ეთერიდან მოვითხოვ, რომ გია იმნაიშვილმა და ვინც ეს წერილი დაუწერა. ვიცით, ვინც დაუწერა, რომელსაც ძლივს კითხულობდა, ხმის კანკალით იყავით მოწმეები, ვერც თქვა, ვერც დაიზეპირა, ხმის კანკალით წაიკითხა ბოლოში და შეშინებული თვალებით იყურებოდა, მომეხადონ ბოდიში. იმიტომ რომ მათმე შეურაცხყოფა მომაყენეს, ცილი დამწამეს და რა დევნაზე მელაპარაკებით საერთოდ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ საჯარო, ჩემი სამოქალაქო პოზიციის გამო დაწყებულია ჩემს მიმართ მიზანმიმართული ზეწოლა და დისკრიმინაციული დამოკიდებულება. გენერალური დირექტორი არ ერევა ჩემს შიდა საქმეებში. ანუ მე ვის რა დავალებას მივცემ, ეს არის სამსახურის უფროსის გადასაწყვეტი. ეს არ არის სამეურვეო საბჭოზე მოსატანი, რომ მე თუმე არ მივეცი დავალება და დევნა. პოზიციაზე მუშაობს, მაგ გითხარ, მომარაგებელი. მე არ მეძლევა ჩემი სამუშაოს შესრულების საშუალება, შესაძლებლობა. რასაც აკეთებს ახლა აგიხსნით ინვოის გამზადებულს, როცა რაღაცა შესყიდვა უნდა, თუმცა ეს არის გამარტივებულ შესყიდვებს ეხება და არა ტენდერებს, მაგხელა განათლება მას არ აქვს, რომ ტენდერებთან დაკავშირებით რამე იყოს. ეს მეგონებით აი მაგალითად რამე დამჭირდა, ჭიქა, წყალი და ასე შემდეგ. მე ვაწარმოებ მოლაპარაკებას, ვაძლევ ინვოისს და ვეუბნები გააფორმე ხელშეკრულება და მოიტანე. ხელშეკრულებასაც ჩემ წინ ზის იურისტი გადაუტან ინვოისს, გააკეთებს ხელშეკრულებას და მოაქვს.
აი ეს არის მისი მოვალეობა. მოტანა ჩვენამდე რაღაც საქონელს. ჩემს მიმართ დამოკიდებულება არის ღირსების შემლახავი და არ შეიძლება ვიდევნებოდე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირების გამო. მაგრამ როგორ არის, იცით, მელაც რას ესიზმრებოდაო, ხო იცით როგორ არის ეს იმიტომ რომ მან ეს უკვე შეშინებულ ფონზე შეშინებულია, იქიდან გამომდინარე, არ ვიცი რატოა შეშინებული, იძახის რომ მან მე დამაბრალა რომ არა, უბრალოდ მე არ დამაბრალა, იქ ვიტყვიო მოკლევაზე მithქვაო ეს რომ ვინ მითხრაო, მაგრამ მოგზავნილი იყო რომ ვითომ მე ხელის მოწერი და თუ ხელს იქიდან მოწერი რო ქონდა აიღებდა მე მას სამსახურში დავტოვებდი. ძალიან ცდები ბატონო გია იმნაიშვილო რომ ამის გულისთვის დაგტოვებ სამსახურში რომ შენ ეხლა თუ გინდა მოხსნა. ეს არის გამორიცხული ამბავი. მე სანამ ის მადლობა ბოდიშს არ მომიხდის. ოფიციალურად როგორც ჩემი რეპუტაცია მან საჯარო სივრცეში და ატრიალებენ ეხლა აქ ამ ვიდეოებს ხო მისი ვიღაცები ჩვენი თანამშრომლები და ასე შემდეგ და მან დამაბრალა ესეთი რამე და ჩემი რეპუტაცია შელახა მე ვთვლი რომ შელახა მე მასთან ურთიერთობას წვევ. ეს არის საჯარო შეხვედრა და ახლა მინდა ბორდის წევრებს შეგატყობინოთ. მე შემომთავაზეს ხელმოწერის გამოთხოვა ჩემი სამუშაოს პროცესში დაბრუნების სანაცვლოდ. ამას ვისაუბრებთ მოკლევის დროს. მომიხდის ბოდიშს და შენ რამე მოიხანს უთხარი ამ ხელმოწერებთან დაკავშირებით? არა არც შემოსულა და არც მინახია აბა საერთოდ. ვინმე იყო- მითხრა? მე როგორც ვიკითხე რომ ვინმე რამე ხო არ უთხარით, იმიტომ რომ მე არ მეთქვია. ხო? შესაბამისად მე მასთან არ შემოსულა ჩემთან და მე არ ვაკითხავ მაგათ ოთახში. თუ რამე საქმე უნდა ჩემთან შემოდიან. მე რატო უნდა შევაკითხო რა საქმე მაგ არაფერი საქმე არ მაქვს, თუ მინდა ჭიქის ყიდვა დავაწერ ელექტრონულად მისდის და მომიტანე. მე რო ვიკითხე რომ ვინმე რამე თქვით, იყო ესეთი რამ რომ როდესაც ხელს აწერდა ის ჩვენ თავის თანამშრომლებს ოთახში ეუბნებოდა რომ თქვენც მოაწერეთ. და ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა რომ შენ იცი რაზე აწერ ხელს? ეს ხო თიკოს საწინააღმდეგოდ აწერ ახლა ხელს. მე ძალიან კარგად ვიცი. აი ეს ორი სიტყვა და ეს იყო კითხვა-პასუხი, რომელიც მან დაიხვია ხელზე და მოკვლევის დროს ის ადამიანი დამეთანხმება ალბათ და მოვა და თვითონაც დაწერს ამაზე განცხადებას, რა თემაზე იყო, რაზე იყო საუბარი. სექტემბერში ხელფასი მოემატა ჩვეულებრივად. მადლობის თქმა უნდა იცოდე ადამიანმა. ნაიში სექტემბერში. დევნის ფორმა. ხო. დამასრულებინეთ თუ შეიძლება. თუ ჩემს მიმართ ასეთი მოპყრობა არ დასრულდება, თუ არ მომეცემა შესაძლებლობა დაუბრუნდე ჩემს საქმეს და თუ კადრების და იურიდიული სამსახურების მიერ მოხდება ჩემ ან რომელიმე მცველის მიმართ დისციპლინარული საქმეების შეთანხმება, ეს იქნება რეპრესიებისა და დისკრიმინაციის კიდე ერთი გამოვლინება. მადლობის მაგივრად, რომ სამსახურში შემიძლია ამოვიღო საათებს ამოვიღებ, რომ გადაბმულად აი სექტემბერში, ოქტომბერში რაღაცა მერე რო შეეშინდა, ეხლა ვითომ დაიწყო სიარული. მე მდევნია ჩემი სამოქალაქო პოზიციის გამო. რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. მე პირდაპირ გეტყვით მგონია რომ შეურაცხყოფას აყენებს რაღაც კუთხით რაც მის განათლებაზე მიტანა შეეძლო და ასე შემდეგ ჩემ ახლოს გეუბნებით კი ბატონო მაგრამ ასევე რომ შეურაცხყოფას არ შეიძლება დავასრულებ რატო ვაყენებ შეურაცხყოფას არა ისეთ თუ შეიძლება დავასრულებ არა შეურაცხყოფას რატო ვაყენებ ჩემს ხო უნდა გითხრათ ხო მითხარით რასაკეთებს გეუბნებით არის მომარაგებელი და ხო შეიძლება რომ გითხრათ კი ბატონო ბაცრავ, შემიძლია კომენტარი გავაკეთო ბატონო. არ მეძლება საშუალება შევასრულო ჩემი სამუშაო. არ ელაპარაკებია კაც. არ მელაპარაკებიან. ჩვენ იმ რეგლამენტიდან როგორც მივდივარ და აკვირდი აქ შეურაცხყოფაც მოსულა. მოისმინე? არა, როგორ არა. ადამიანს არა აქვს, ანუ არ შეუძლია ეს საშუაში ამასთან მოუმატებ მადლობას რაც კერძო ორგანიზაციაში ხო არ მუშაობთ, კაცო, ის შეიძლება 100% ტყუანე იყოს, მაგრამ ჯერ გავარკვიოთ და მე ხა ჩივილი მიჩივლებს და მაგიტო ჩივილი რაღაცა რეგლამენტის მიხედვით ჩვენ მივდივართ ინფორმით რომ ერთი წუთი რა დათია. ხა გამოგითავთ ებას. მომისმინე? მე კი არ გითხარით ეს კარგია თქო. აი ჩვენ მარ თულმა და ოღროჩოღრო ცხოვრება მოიტანა რომ
არც ლექსიკით ვარ შეზღუდულები ეს ამიხსენით ხო ყველამ მე ერთი წუთი ნუ ხვებახდეთ და გარდა მაგისა სულ ყველა სიტყვა არის შეურაცხყოფა ხოლმე ხშირად ვითვენთ ამას და უნდა მოვითვინოთ როგორც ჩანს და მე ძალიან ბევრი მოვითმინე აქ ერთმანეთის პირადის მოთმენა არ არის კაცო საჯარო სამსახური არის ამ თვალსაზრისით და რატო ადამიანზე გონიათ რომ საჯაროა პირადად არ შევე ხო პირადად კაცო გაირკვევა ეს სიმა მაგრამ იქამდე არის განათლება მიჩივლებს ეს რა კავშირია ამ საქმესთან ერთი წუთით თუ შეიძლება არა ერთი წუთი ვიცი აბა მისმინეთ ერთი წუთით როდესაც მან ჩემი გვარი და სახელი ახსენა ამიტომ უნდა თქვათ რომ ჭიქის ბოტანის მეტი არ შეუძლია და წერილის დაწერა ვიღაცამ დაუწერა ვინ დაუწერა მაშინ და ვინ დაწახერდა და ვინც კი დაიმახსოვრა ხა ნამეტანი არის ეს მართლა არ არის ნამეტანი რა ჩემი აზრით არ არის საქმესთან კავშირში მე მას ძალიან კარგად ვიცნობ ძალიან გთხოვთ როდესაც ჩემს რეპუტაციას რატო თქვენ არ მიცავთ მე როგორც შეხედავთ სამსახურს უფროს გეკითხებით ბატონო რამე პრეტენზია აბა რატო არ დამიცავით იმ წუთში როდესაც მან წერილი ეს მოკვლევა რატო უნდა გაკეთდეს ხო და მაშინ რატო იცავ როგორ უნდა ვიცავ არა კაცო საქმის ნაწილი ერთია და შეურაცხყოფა მეორე საუბარი და მოკვლევის მერე ვილაპარაკოთ მომისმინეთ იურის და ელენე თქოთ რომ მოკვლევა და როგორც არის თავის წესი და რიგი და მე ალბათ იმასაც გავიგებთ ვინ ახდენს ამ ზეწოლას